საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოს სოფელ რუხში მოცვის სასწრაფო მეურნეობა დაათვალიერა. ახალი ნერგები ჩაის ყოფილი პლანტაციების ადგილზე შენდება. მეურნეობების გავრცელების არეალი გურია, სამეგრელო და აჭარა იქნება. პლანტაციებში ძირითადად 10 სახეობის მოცვი დაერგება. დღეს ერთ-ერთი ნერგი პირადად მიხეილ სააკაშვილმა დარგო. როგორც ცნობილია, მეწარმეები უცხოური ბაზრის ასათვისებლად ემზადებიან. წინასწარი გათვლით საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ქართული მოცვის ბიზნესი წარმატებული იქნება. პროექტის სათბურების მშენებლობასაც ითვალისწინებს. იყო ორი გამოსავალი, ან დაგვეცადა, სანამ ჩაის ხალხი თვითონ დაელოდება, რომ ჩაის პლანტაციები ბოლომდე გახმება აქ, იმიტომ რომ მთლიანად ჩაის გამოყენება შეუძლებელია, დიდი ნაწილი პლანტაციებს აღორძინდა, მაგრამ ერთ ნაწილს ვერაფერს ვეღარ უსამნო და ხდება მეორე დაჭაობა, იმიტომ რომ თავისუფლად ჭაობები ამოაშრეს, ჩაირგვეს, მერე ხელახლა ხდება ისე დაჭაობება, ამიტომ უფრო სწორი გზა ამოარჩიეთ, უნდა ჩვენ თვითონ სახელმწიფომ შევქმნათ სტანდარტები, თუ რა არის უფრო მომგებიანი სოფლის მეურნეობა. რამდენჯერ უფრო მომგებიანი მოცვიდან სხვა პროდუქტები? ამის სტაბილური ფასია 1 კილოგრამის $2, მაგრამ ჩვენ გვაქვს უპირატესობა სხვა მწარმოებელთა ესე იგი, ჩვენ გვაქვს გასაღების გარანტირებული ბაზრები და კლიმატი უწყობს ხელს და თქვა სხვა განუდის მოდის მოხალხე ივლისში, ხო? ივლისში იწყება მოსავალი. და ჩვენ შეგვიძლია ივნისში მოვყავთ. ესე ჩვენ უნდა ვაზროვნებით გლობალურად, უნდა შევხედოთ სამყაროს გარშემო, ხო? არის თქვა ვინ არის ამის წარმოებელი, თქვა ბალკანეთის ქვეყნები, ევროპაში სხვა 1-2 ქვეყანა, აზიაში 1-2 ქვეყანა, ხო? ნახოთ სად შეიძლება ჩვენ შევიდეთ ისეთ მომენტში, რომ მათ გავასწროთ. თუ ჩვენ შეგვიძლია ერთი თვით ადრე მოვიყვანოთ და შეგვიძლია ესე გარანტირებული გასაღების ბაზარი გვაქვს მრავალი წლის განმავლობაში. ესე გარანტირებული შემოსავლია გარშემო ხალხს. და მეორე ასევე არსებობს ველური ეს მოცვი, რომელიც ზემოთ არის მთებში და ტყეებში და იქ საშუალებებს ვაყენებთ, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი შეაგროვოს და ბევრ ადამიანს გაუჩნდეს ელემენტარული შემოსავალი. ამიტომ აი ეს არის სოფლის მეურნეობა. ჩვენ გამოვაცხადეთ სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადება, გახსოვთ? მე ჩემს საპარლამენტო გამოსვლაში, მაგრამ ერთია რომ პარლამენტის ტრიბუნაზე ყელი მოიღერო და თქვა და მეორეა რომ აგერ ჩამოხვიდე, ჩარგო და გააკეთო. და ეს კეთდება ყველაფერი, რაც თქვით, ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე. რო ნახოთ რა იყო აქ ადრე, ამისათვის სურათებიც არ გჭირდებათ, შეგიძლიათ ეგერ გვერდზე გადახვიდეთ. აი ეს გატყევებული კაკაშია, ჩაის. და ესაა რაც გაკეთდა. აი ეს იყო ბუჩქნარი და უიმედობის და უპერსპექტივების სრული განცდა. ზუგდიდის რაიონის სოფელი რუხის ფართობი დაახლოებით 5.7 გექტარზე არის გაშენებული კულტივირებული ანუ ჩრდილოამერიკული წარმოშობის კულტივირებული მოცვის 10 ჯიშით რომელსაც საკმაოდ კარგი პერსპექტივა გააჩნია ზოგადად საერთაშორისო ბაზრებზე.